და როგორც იქნა ჩამოვიდა ჩვენი X-Max-ის upgrade ნაწილები, ვისაც ამ ბიჭის ტესტ ვიდეო არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად გადადით და უყურეთ, ძალიან საინტერესო და სახალისო და ექსტრემალური ვიდეო არის და ამ ექსტრემალურმა ვიდეომ შეიწირა მისი გიტარა და კიდე პატარ-პატარა დეტალები. ასე რომ კიდე რომ ვერ მოახერხოს მსგავსი რაღაცების შეწირვა, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დავააპგრეიდოთ და ეხლა მინდა თავიდან ბოლომდე გაგაცნოთ რითი ვააპგრეიდებთ, რატომ, რა შედეგს ველოდებით და ასე შემდეგ. პირველი, ეს არის მეგობრებო, RPM-ის გიტარები. RPM-ი არის პლასტმასი, ეგრეთ წოდებული პლასტმასი, რომელსაც არაფერი არ ემართება. ანუ არც ტყდება, არც მაგალითად მოღუნული რჩება. მოკლედ მსგავსი საოცრება მე მართლა არაფერი არ მინახავს. მის წონასაც ისე გაუძლებს, რომ აი საერთოდ წარბს არ შეიხრის. ერთ-ერთ ვიდეოში ცენტრალური კარდანი გავღუნე და ეხლა ეს ჩაქუჩით გასწორებული კარდანი უყენია, მაგასაც შევცვლით. ბამპერი არის აქ გაბზარული, ბამპერიც ახალი ჩამოვიტანე, რეალურად კი არ არის საჭირო, მაგრამ მინდა რომ რაღაცა ახალ მდგომარეობაში იყოს და აი ეს კიდე არის ბამპერის, ასე ვთქვათ, შემაკავშირებელი ძარასთან, რომ უფრო მეტი დარტყმა აიტანოს ჩვენმა ბამპერმა. ახლა კი ვაპირებ რომ ეს ყველაფერი დავამონტაჟო, რა თქმა უნდა გაჩვენებთ თუ როგორ ხდება ეს პროცესი. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, გააზიაროთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ და კომენტარებიც არ დაინანოთ. ჩემი ვიდეოგრაფი იცით რას მეუბნება ხოლმე ხალხო? ძალიან ბოტოტა ხელები გაქვს და დეტალებს რომ მოშვები ვაკეთებო. ხელი ეფარება და მიშლისო. ესე მზღუდავს და მიშვალეთ. ეს. კაი, დავიწყეთ. მართალია გუშინ ვერ მოვასწარით ამ მანქანის ბოლომდე დამთავრება, მაგრამ სამაგეროდ შუქები გავაკეთეთ, ესე ბევრი ნათელში რო იყო ეს ნათელში და აი კიდე ახალი X-Max-ი. ძველი ახალი X-Max-ი მყავს. მეგობრებო, მაგასაც გავიყვან და სადღაც დავაპერტყებ. ხო და ეს არის ცენტრალური drive shaft-ი, ეგრეთ წოდებული კარდანი. ხო და ეხლა განახერხეთ ესეც როგორ უნდა შეცვალოთ. პირველ რიგში უნდა მოვხსნათ აი ესენი ყველა. ეს პირდაპირ ამოდის. არაფერი ზედმეტი ფილოსოფია არ უნდა. აი ეს მთლიანი ნაწილი უნდა გავიდეს და მერე მოხდება ამის შეცვლა. და აუცილებლად გვერდი. ეს ერთი და ერთი საკუთი. საგარი რო გამოვიდეს. თითქოს. იცოდე? აი. კბილები კარგად არის, მაგრამ მაინც ახალი დავაყენოთ. მე ვიტავონს დავაყენებ დიდი სელუნებით, მაგრამ ძალიან ძვირღირს და ამ ეტაპზე დავჯერდეთ თავის ორიგინალს. ნახოთ როგორ შევა აქ. შვენიერი. შევაცუროთ. ეგ არის.
დირექტი მზად ხარ? რა ფოტოთა ხელებიო? ჰა? უცაგია. სადოთ ფლიპი. ვერ მასწრებდი აშკარად და იმიტომ გამოვასწორე ერთი. ეხლა რამდენი მეტრი იქნება? სულ მეკითხებიან რამდენი მეტრზე იჭერსო და მართლა მაღაზიები პასუხი. დაახლოებით 250 ხო, 250 მეტრზე დაახლოებით მანქანა ყავს გაშვებული და ეხლა ძალიან შორს არის, მაგრამ მე ვეღარ ხედავ და აზრი ერთ-ერთ შემთხვევაში წიოდის აქ აზრი. ვიარი თუ გიყენია. დაწყებამდე რაც მინდა გაგიზიაროთ, ეს ის მომენტია, რომ აი RPM-ებს ამ წვანე სილამაზებს, აი ამეებს რო ხედავ. განცდა მაქვს, რომ შემიძლია ყველაფერი ვუქნა მანქანას. იმაზე მეტიც, რაც განახეთ და ვუქნათ. სხვათა შორის იმედია რომ კადრებში ჩანს თუ არა ეხლა შენელებულ კადრსაც გაჩვენებთ. როცა ვძრავ ამ მანქანას საბურავები ეს რაღაც საკეთებს რა, ანუ ქანაობს ძალიან. და რატომ? დისკებში არის პატარა ნახრეტები. იმისთვის რომ ანუ შეკუმშვა და გაბერვა მოხდეს და არა ის რომ შეიკუმშოს და დარჩეს ესე. მაგრამ მინუსი იცით რა არის ამის? როგორც კი თოვლში ან წყალში წაიყვან, ეგრევე ეგეთი რაღაცა ემართება. მოკლედ ამ მანქანაში არ ვიცი საიდან ალბათ გარეცხვის დროს ან რაღაცა საბურავებში არის წყალი შესული. და ეხლა ნახეთ რა ემართება მაგ დროს. X-Maxi ავტობუსიო, X-Maxi ყირავდებაო. უყურეთ ამ კადრებს. აი მე მაგრად ვიკაიფე ამ ყველაფერით. ეს ყველაფერი ეხლა გამოწერასაც იმსახურებს ჩემი აზრით. ეს არის ღილაკის დაჭერასაც და კიდე ბევრ ლაიქებსაც იმსახურებს. ხო და ეხლა კიდე სადმე გავტესტოთ, წავიდეთ. მოვედით ძიურში, რა თქმა უნდა გავტესტოთ, იმიტომ რომ ყველა მანქანა მომყავს ხოლმე აქ. ერთ-ერთი აი ბარიერი ტიპი არის ეს საფარი. მივეჩვიეთ ან ამ საფარზე გატესტოს და ძალიან კარგად მაჩვენებს ხოლმე საბურავების ხარისხს და კიდე ფუნქციასაც. მოდი დავიწყოთ. წესი და რიგით X-Maxi აი ოდნავადაც ვერ დრიფტავს. კი, ნუ ასფალტზე გაუჭირდება სულ მინიმუმ აი უბრალოდ ახლოდან შეხედეთ საბურავების იმებს რა ქვია პროტექტორს. მაგრამ ანუ ამ საბურავებით ეს არის კონკრეტულად Ultimate-ის. ანუ belted ვერსია არის რა. არასდროს ეს არ მისთია და რაღაცა კარგად მიაქვს. წამოგავაჯაზოთ. ვეყობა დრიფტაობები და რაღაც დეგენერატორების კეთება ვაკეთოთ ის, რაც ამ მანქანას ეკუთვნის. წავიდა. ეს ეკუთვნის, წავედით. მოდი მაგარიდია მაგ. ნახე, ერთი ხე და მეორე ხე. ამ ეხლა ვნახოთ ამ ორ ხეში თუ გავაძრეთ. შემი კაი. ხო არ გადავ. ოღონდ ეხლა მე არ გადავ. ეს რას დაეკიდა? იცი
არსის ღმერთმა დამსაჯა. დავიჭირე. ვაჩ. ჭო. ამონახოთ რა ჭირს. არა, მეორე წადეო. წავიდა. იმას რატო ვერ გადაახტა ეს რეგვენი? არა, კიდე იმას გაერჭობა. ხო, აბა მეგობრებო, სანამ რამეს დავმართებ ამ მანქანას, გამოიწერეთ არხი, ზარის ღილაკი გააქტიურეთ, ლაიქებიც და წავიდა. ჩამომსხენი დაკედა. ახე როგორ ისეთი ტანწერწეტაო. ხوار გადაო. ბავშვე მოგვიშველეთ. ეს გადაწიეთ. ეს აი სტეჯი. უხდება? არა. წავიდა. upgrade ხე მოვაშორეთ, წავიდა. მომზადე? ვიწყებ. მაგარია ხო? არ გინდა თქვენც შეიძინოთ ტესტი და მე ერთად გამოვიდე და ბუმ 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 წავედით. იქიდან იქ რო ახვდა სიგიჟე არ არის? შევერ ხარ ხო? დამო. აბა ხეცია ეს ბიჭი. მოკლედ მოდი ვაღიაროთ, ყველაზე მაგარი მანქანა არის. აი მართლა ყველაზე, აი ეხლა მაგალითად არმაკრატონი, ხო უფრო ძლაური და ეგეთი არის, მაგრამ აი ამას ვერ მიიღებ, იმიტომ რომ რამდენადაც აი ხო მძიმე ტიპია, მაგრამ თავის წონასთან იმასთან ზომასთან შედარებით არ არის მძიმე პირიქით. ძალიან კარგად გათვლილი და დაბალანსებულია. არ დაიბდა ბაჭი ორი ყური აცია. ესე იგი დღევანდელი დღე ეძღვნებოდა რა თქმა უნდა ჩემს მანქანას და ახალ აპგრეიდებს ვერ მოვკიდე არა და დინამიური უნდა ყოფილიყო. კარგი თავი დამკიდებ ხელს და მწვანე RPM-ებს. ესე იგი მე არ ვიცი კადრში რამდენად აღიქმება, მაგრამ მეგობრებო, აი 100 ამ ხელაზე ვახტუნებდი და არაფერი არ მოსდის. მე აუცილებლად გადავიღებ RPM ტესტს ცალკე, რომ რეალურად განახოთ რა არის RPM-ი და ჩემი რჩევა იქნება. მანქანას რო იყიდით, კი არა და სანამ იყიდით, გაერკვიეთ ამ მანქანას აქვს თუ არა RPM-ის აპგრეიდის საშუალება, ანუ RPM-ი უშვებს თუ არა ამ კონკრეტული მანქანის ნაწილებს და თუ უშვებს, მე უფრო დამამად იყიდეთ ეგ მანქანა. ხო და რაც შეეხება X-Max კიდე ეს არის სრული საოცრება. აი
ვინც არიცით, არსებობს ესეთი იუთუბერი Kevin Talbot. უოჭველი იმის ვიდეოებიც ნახეთ. მისი საყვარელი მოდელია და ყველა და არის რა მისი საყვარელი მოდელი. მე მგონი ჩემიც ხდება ნელ-ნელა. და მეგობრებო, გამოიწერეთ არხი. გამოიწერეთ, იმიტომ გამოიწერეთ, რომ მაგარი ვიდეოები უნდა დავდო. და ის სარიზღილაკს რო გააქტიურებთ, მე ამოგიგდებთ ხოლმე უოჭველი ამოგიგდებთ ჩემი ვიდეოებს და ეგეც გააქტიურეთ. პაკა.